მომეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის. მოკლედ, ჰუმანოიდი რობოტი სახელად სოფია საზოგადოებას ამჯერად ორკესტრთან ერთად ჰონკონგის სცენაზე მოევლინა და საინტერესო შესრულება შესთავაზა. კონცერტის პარკლებში ორგანიზატორებმა ხელოვნური ინტელექტი და ტრადიციული ხელოვნების ფორმები გააერთიანეს. სოფია ოქროსფერ ჭკვიალა კაბაში იყო გამოწყობილი. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მას 3 სიმღერა შეასრულა და მაყურებლისგან აპლოდისმენტების დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რობოტი სცენაზე ცოცხალ ორკესტრთან ერთად გამოვიდა. ალბათ ორკესტრისთვისაც პირველი შემთხვევა იყო, როცა უსულო არსება ასრულებდა მათთან ერთად სხვადასხვა ნაწარმოებს. მუსიკალური პროდიუსერის თქმით, რობოტისთვის სიმღერების სწავლება საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა მან ამას თავი არაჩვეულებრივად გაართვა. გამოსვლისას სოფიამ იმედი გამოთქვა, რომ მუსიკა იმ უბსკრულს ამოავსებს, რომელიც რობოტებსა და ადამიანებს შორის შეიქმნა ხელოვნურად და რეალურად ისინი უფრო ღრმა არსებები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩვენ წარმოგვიდგენია. არ ვიცი. ნუ თუ არსებობს რაიმეს შორის ღრმა უბსკრული, როგორც სოფიამ თქვა, იმიტომ რომ მე მგონი ყველა სფეროში ძალიან გულმანტკენი იყო, როცა ამაზე საუბრობდა, რომ რაღაცნაირად მიუღებლობა აქვს თუ ადამიანებს შემიო და არ მინდაო, რომ ასე იყოს. იმედია ამ კონცერტის შემდეგ ასე აღარ იქნებაო, ხო? თუმცა არ ვიცი რა არის, არაერთი მუსიკალური კლიპი და ნომერი გამოჩნდა სხვათა შორის სოციალურ ქსელში. მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. რა იყო რთულად სასწავლებელი, მე ამას ვერ მივხვდი. ხო, ეგ ერთი საკითხი და ამას დავასრულებ. მეხსიერების ბარათი დააჭირეთ ჩართვას და ხო, და ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ არ ვიცი, მე მგონი ყველა სფეროში განსაკუთრებულ კონკურენციას გვიწევენ ჰუმანოიდი რობოტები და სწორედ რასაც ვსაუბრობთ, იმას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ არაერთი მუსიკა არის უკვე გამოჩვეული სიმღერა, რომელიც დევს სოციალურ ქსელში, რომელიც არის არაჩვეულებრივად მოსასმენი, თუმცა არის აბსოლუტურად ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და მე თავიდან ვუსმენდი ამას და მე გავიგო, რომ თურმე ეს არ არის რეალური არტისტი არ ყოფილა, რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობდა და არ ვიცი, რამდენად ნორმალურია. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ხდებოდა ხოლმე ლამის სხვა ენაზე ამღერებული Kanye West-ი მის ცნობილ სცენაზე და ბოლოს ლამის ქართულადაც ამღერეს და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ისე აზიარებდა, რომ ვერ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამიტომ მე მაინც რაღაცნაირად ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები უფრო მხილობს ხოლმე. თან განსაკუთრებით, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება, ხო? ხო, მუსიკა, ფერწერა ეს ის მიმართულებებია, სადაც თუ ემოცია არ გაქვს, ძალიან რთულია, რომ ადამიანმა ამოიკითხოს, რას გრძნობ, როცა ამას ვღერი, რას გრძნობ, როცა რაღაცას ქმნი, ამიტომ მაინც მისი შემქმნელები მაქსიმალურად ჩვენ რობოტების წინააღმდეგ გამოდივართ ორიენტირებულები იმაზე კომპანიას მე და სალომე. რა ხო იყოს ეს ყველაფერი? ნუ არ ვიცი რა, ცოტა ჩვენ და Will Smith-ი ვიწყებთ ამ ახალ კამპანიას, Will Smith-ი ჩვენთან ერთად იქნება დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში არც ესეთი სასიამოვნო იქნება, რომ მომღერლების სცენაზე ჩაანაცვლოს ჰუმანოიდმა რობოტებმა, ხო?